საღამო მშვიდობის ძვირფასო გამომწერებო, როგორც ხედავთ, დღეს გვეყოლება სტუმარი, რომელსაც წარგიდგენთ ბატონი ბექა ჯიბლაძე, საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის თავმჯდომარე და პრეზიდენტი, ხო, ბოდიში მომითხოვია, პრეზიდენტი, კი ბატონო და გიორგი, რა თქმა უნდა, იგივე ლესე. სალამი ბიჭებო. ეხევს ვერ გართმევ, ბოდიში მომითხოვია. ხო, გავიჭერი საკმაოდ ისე, რა ქვია, კარგად გემრიელად გავიჭერი ხელი მოკლედ და ამიტომ ესე ვარ. ესე მოდი. ბატონო, ესე დავიწყეთ ჩაწერა იმაგას ვიტყვი. ახლა თავიდან ჩართული რო ქონდა და შეიძლება რამდენიმე სერია გამოგცვლოდა ამ პოდკასტში. ორი გადაცემა მარტო მანამდე გქონდა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ბექამ მოკლედ გამგვაცვიფ რა, ანუ იმდენი საინტერესო დანა მოგვიტანა, ამას თქვენი არ განცვიფრება ძალიან რთული საქმე არის, ამას ეტაპობრივად რა თქმა უნდა ვისაუბრებთ, მაგრამ მთავარი ჩვენი შეკრების, ასე ვთქვათ, მიზეზი არის Knife Show 2025, რომელიც ოქტომბრის 25, ხო? 25 ოქტომბერს გაიმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო ბილტმორში და ამ გამოფენის ირგვლივ მაქვს მე პირადად ბევრი შეკითხვა დარწმუნებული ვარ. გიორგისაც აქვს კითხვები და ვინ თუ არა ასოციაციის პრეზიდენტი გაგცემს ყველაზე ესეც ასე ვთქვათ კარგ პასუხებს. ერთს ვიტყვი რომ სამწუხაროდ 4 ვერ ვეტევით სტუდიაში და სამწუხაროდ გიორგი არ აყვავს ახლა, მაგრამ გიორგი ოთარაშვილი კი ბატონო. მაგაზე ვიმშერეთ კიდევაც გიორგი ძალიან მაგარი იურისტი არის და ცალკე აუცილებლად მოვიწევთ და მაგ საკითხებზეც ვისაუბრებთ და სხვა ყველაფერსაც განვავრცობთ. გიორგისთან გვექნება ესეთი იურიდიულად ძლიერი ესეთი ამ ჯერზე გვაპატია. ხო, კარგი. მოდი პირველი ესეთი შეკითხვა კი არა და მოდი ბექა შენ თვითონ წარგვიდგინე ასე ვთქვათ შენი თავი ორი სიტყვით გითხარი, საიდან გაჩდი ამ სიტუაციაში და გადაგზა მე პირველ რიგში მადლობა დაინტერესებისთვის, მოწვევისთვის, ამ თემას რო ყურადღებას უთმობთ, დროს უთმობთ. ეხა დიდი ღონისძიება იგეგმება ძალიან. დავიწყოთ მოდი გამოფენის და მივალთ ასოციაციაზეც და საიდან ვართ ამ სიტუაციაში და როგორ 25 ოქტომბერს როგორც შენ აღნიშნე, უკვე მეოთხედ იმართება Knife Show თბილისი 2025 წლევანდელი წლის შესაბამისად და გაფართოებულია, გაზრდილია ჩვენი ღონისძიება, ყოველ წელს იმატებს რაღაცა სიახლეები, რომ დავაინტერესოთ ადამიანები ამ სფეროთი, როგორც კულტურა, ისე რომ წარმოვაჩინოთ, როგორც ოსტატები, ისე ნამუშევრები და ჩვენი სფეროს მიმართ, რომ გაჩნდეს მეტი დაინტერესება და ზოგადად ქართველი მედანეების მიმართ, კოლექციონერების მიმართ და ასე შემდეგ. ანუ სფერო როგორც კულტურა, ისე უნდა იყოს წარმოქმნილი და ამაზე ასოციაცია ბევრს ზრუნავს. პოპულარიზაცია გაწყვეტინებთ, ანუ არის ესეთი მთავარი მიზანი. კი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნამდვილად არის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ოსტატების, იმიტომ რომ ამ გამოფენამდე, რომელიც თქვათ, ჩვენ პირველად 22 წელს ჩავატარეთ, ხშირი ფუფუნება არ იყო ესეთი ღონისძიებების, სამოყვარულო დონეზე ხდებოდა ეხლა ოსტატები თუ გადაწყვეტდნენ, რომ რაღაცა პატარა გამოფენა ჩაეტარებინათ, ესეთ რაღაცები ხდებოდა. ჩვენც ფაქტიურად ესე დავიწყეთ პირველი გამოფენით, მაგრამ ნელ-ნელა გაიზარდა გამოფენა, წელს უკვე უცხოელი ოსტატები ყავს საერთაშორისო დონის ისეთი სახელოვანი ოსტატები, როგორებსაც აქვთ მაგალითად Blade Show-ს გრან-პრი აღებული, არაერთხელ, რამოდენიმე ჯილდო, არიან სხვადასხვა დიდი ასოციაციების, მჭედელთა ასოციაციების, ამერიკის მჭედელთა ასოციაციის ოსტატები, მჭედლები და ანუ ასევე ევროპიდან ყავს სტუმრები, ბელგიიდან არიან ეს ორი ადამიანი მე ვისაც ხაზი გავუსვი დასაწყისში, ეს არის ვერონიკ ლაურენი და ჟან-ლუის რეგალი. ძალიან საინტერესო ოსტატები არიან, წარმოდგენილები იქნებიან ქართულ ოსტატებთან ერთად, ანუ საერთოდ გვეყოლება 60-მდე სტუმარი, აქედან 11 გვეყოლება 60 სტუმარში გულთხოვ 60 ოსტატი, კი ბატონო, და აქედან 11 სტუმარი იქნება და დანარჩენი ქართული ოსტატები. ქართულმა ოსტატებმა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს უკვე გამოფენისთვის მზადება და ჩართულობა მათი უკვე ძალიან საინტერესო გახდა ჩვენთვის და ძალიან გვიხარია რომ ეს ესეა. ემზადებიან, უხარიათ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მათ უფასდებათ ამ დღეს მათი შრომა, როგორც ოსტატის პოპულარიზაცია ხდება, ისე ნამუშევრების პოპულარიზაცია ხდება, მოდიან ოჯახები დამთვალიერებლები, ეს არ არის რაღაცა ის თემა რომ ბავშვები არა, ქალები პირიქით, ყველა მოდის, ყველა ნახულობს, ყველას
ყველასთვის ეს დღე არის ხოლმე რაღაცა დღესასწაული. ეკა შეგაწყვეტინებ რა, ანუ იგრძნობა განსხვავება წინა წლებთან შედარებით ოსტატების მხრიდან, აი რაღაცა კი, კარგი შეკითხვაა, მადლობა. მაგაზე რო გითხრა რა. ყოველ წელს აი რასაც ვაკვირდები და ამას ნამდვილად ვაკვირდები, ყოველ წლიდან წლამდე ოსტატების მონდომება ზუსტად ამაში გამოიხატება, რომ იმატებს, რომ მათი ნამუშევრები იცვლება, იხვეწება, უმჯობესდება. მით უმეტეს, როდესაც ხო დღეს ინტერნეტის საშუალება, უცხოელების სტუმრობის საშუალება და ასე შემდეგ, როდესაც ნახულობენ, იგებენ, უკვე ეძებენ ახალ მასალებს, ახალ ტექნოლოგიებს, ამას იყენებენ, ასე ვთქვათ, თავიანთ ნაშრომებში შეავცვლილებები და მიდის ზრდა ძალიან დიდი. ეს უკვე ყველა შეუძლია ნახოს 25 ოქტომბერს და ძალიან მიამაყება, რომ წინ მიდის ქართული მედანეობა. მე და გიორგი ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ ანუ ჩვენ უშუალოდ რა შეხებაც გვაქვს და გვაქვს შეხება, ვხედავთ თუ როგორი ცვლილება არის ამ დარგში. ანუ რამდენი ადამიანი უფრო სერიოზულად მოეკიდა ამ საქმიანობას, რამდენმა დახვეწა და ახალი ადამიანებიც ჩნდებიან რა და გამოფენა შენ როგორ ფიქრობ ამ შემთხვევაში გიო შენთან მაგ კითხვა რა გამოფენის გარეშე აი რაღაცა ღირსშესანიშნავი თარიღი რო არის იმის გარეშე როგორ წარმოგიდგენია ანუ იქ გვექნებოდა ეს წინსვლა პირველი ძალიან ხშირად ვიდეო საშუალებით მადლობას ვეუბნებით ხოლმე ბიჭებს და აი აქედანაც ვეთქვი მადლობას ბექას შეიძლება ბოლომდე ვერ შეაზრებდეთ რამხელა კარგი საქმე კეთდება და სადამდე შეიძლება რა ყველაფერი მივიდეს კიდევ და გამოფენის გარეშე არ ვიცი გამოფენას მე ველოდები ახლა ვფიქრობდი მაგაზე და ბავშვობაში რაღაც ახალ წელს რო ველოდებოდი ხოლმე აი ჩემთვის ალბათ ახალი წელი არის აი ეს დღე ამ დღეს ველოდები მე და მით უმეტეს აი ეს ხარისხი გამოფენის რო ესეთი აიწია ახლა არ ვიცი რამდენად სწორად გამიგებთ მაგრამ მე ბევრ ქვეყანაში არა ნაყოფი და ბევრი არ მაქვს ანახი მაგრამ პარიზში ვიყავი გამოფენაზე ჩავედი ხა ჩემთვის ეგ დიდი გეგმა იყო დიდი ნაბიჯი იყო და სიმართლე გითხრათ რაღაცა მოლოდინი მქონდა რომ აი ამასთან შედარებით აქ რო გვაქვს იქნებოდა ხო იმიტომ რომ პარიზია რა და საერთოდ ჯამში წამოვედი შეიძლება ითქვას იმედ გასწრებული ოღონდ ცოტა ისე ნათქვამი არის ეს რომ უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან კარგად არის ორგანიზებული და ძალიან დიდი საქმე გაკეთდა იმის რომ აი ეს ქართული მედანეები თვითონ კოლექციონერები თვითონ ხელოსნებიც და თვითონ ეს ასოციაცია ისე არის ჩართული რომ ისე დონეზე ავიდა რომ ძალიან კარგი არის და საბოლოო ჯამში ალბათ ბექაც ისაუბრებს მაგაზე ბოლო გეგმა რა არის და როგორ არის მაგრამ მე ვფიქრობ რომ უკვე რაღაც რეგიონში ხვდებით რაღაც ძალიან საინტერესო წერტილი დანების თემაში თამასა ესე თავიდანვე მაგარიც დაიჭირეთ რა ეგრე ისეთი სასტუმრო ტოპ ლეველის სასტუმრო არა და შეგეძლოთ ხო ხარ სხვა საგამოფენო სივრცის მონახვა თბილისში არ არის ხო პრობლემა მაგრამ ისეთი რა ვეცადეთ რომ რაღაცა ახალი არ გამოგვეგონებინა ასე ვთქვათ შევხედეთ როგორ ტარდებოდა სხვა ქვეყნებში სადაც ტრადიციულად ტარდება სადაც უკვე ეს რაღაცა სიახლე არ არის და მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ის რაღაცა სტანდარტები დაგვეცვა შესაბამისად კარგი სასტუმროების ვარჩევდით ყოველთვის რამოდენიმე კარგი სასტუმროში მქონდა ყოველთვის გამოფენები და შესაბამისად ნუ სერვისი თვითონ იქ სიტუაცია არა სასტუმრო სერვისი არამედ გამოფენაზე რა სერვისაც ჩვენ თავაზობთ მოსულ სტუმარს ოსტატს და თვითონ ოსტატი რა სერვისაც თავაზობს დამთვალიერებელს ესეც უნდა ყოფილიყო მაღალ დონეზე აი ამას დიდი მუშაობა დაჭირდა გამოცდილება დაჭირდა მაგრამ უკვე ტრადიციად რო იქცა ეს ყველაფერი და ზუსტად გიორგი აი ამას მინდა ხაზი გაუსვა სწორედ აღნიშნა რომ თბილისი ნელ-ნელა ხდება ცენტრი რეგიონის სადაც ნებისმიერი ქვეყნიდან დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩამოვიდეს და ისეთი ნივთი, ისეთი დანა შეიძინოს, რომელიც შეიძლება ვერ შეიძინოს სხვა ისეთ ქვეყნებში, ისეთ ქალაქებში, სადაც ეხლა რო ჩამოთვალო, შეიძლება მაყურებელს გაეციოს, მაგრამ დღეს უკვე ეს ფაქტია და ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ ეს კიდე დასაწყისია, აი ზუსტად იმას ვიტყვი, რაც გიორგი თქვა. ჩვენი გეგმა საქართველოს დანების წარმომადგენელთა და კოლექციონერთა ასოციაციის გეგმა არის რომ ჩვენი შოუ გახდეს ერთ-ერთი წამყვანი შოუ რეგიონში კალენდარში იქნეს სტანდარტულად ყოველთვის და რაც თავარია ეხა ქართული სტუმართმასპინძლობა ყველა მიცით როგორია
საქართველოს ტურიზმისთვის როგორი საინტერესოა ტურისტებისთვის როგორც ქვეყანა და შესაბამისად უკვე ის სფერო რაც კონკრეტულად ადამიანის ჰობია თუ რაღაც დაინტერესება აი ამ მიზნით რო ჩამოდის იმას რო ნახულობს რაც თვითონ უნდა პლუს რო ხდება ეს ქართული სტუმართმასპინძლობა და ასე შემდეგ ჯამში უკვე ეს გვაძლევს იმის საშუალებას რომ შევქნათ აქ ისეთი გამოფენა რომელიც სოფლიო კალენდარში დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს. ესე იგი, გული მეგზნობს რაღაცა პერიოდის მერე ორდღიანზე გადახვალთ თქვენ ისეთი ტემპით მიდიხართ. იმაზე გითხრა რომ ამ წელს ბევრი ვიფიქრეთ ორდღიანი გავუკეთებინა თუ არა და ეხაც აი დაჟე ვფიქრობ რომ ხوار ჯობდა ორდღიანი გავუკეთებინა, მაგრამ აუცილებლად გადავალთ ორდღიანზე. მაგარი რამე არის ტურიზმის თვალსაზრისით, რასაც იძახი, საოცარი ამბავია. ზუსტად გეთანხმები მიშა და მე მგონია რომ მომავალ წელს უკვე ორდღიანს გავაკეთებთ. რაზეა დამოკიდებული 2 დღე, ხო? უნდა იყოს აქტივობები, ადამიანები უნდა იყვნენ დაინტერესებული ამ აქტივობებით და თქვენნაირი ხალხის დახმარებით ზუსტად ეგეთი რაღაცეები შესაძლებელი ხდება რა და იქ ცოცხალი აქტივობები როგორც ოსტატები ანახებენ რაღაც თავის მასტერ-კლას, უხსნიან, ჭედვა შეგვიძლია გავაკეთოთ ფოლადის, ლესვა, რა ვიცი, აი უამრავი რაღაცა რაც ეს იდეაში გვაქვს. ხო, ყველაფრის ერთად თავმოყრას ახლა აი წელს შეიძლება რაღაც დროებში ვერ ვახდენთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ყოველ წელს ის არის რომ ემატება რაღაც სიახლე. და ვითარდებით რა ერთ ადგილზე არ ვართ გაჩერებულები ყოველთვის რაღაცას ვამატებთ და შესაბამისად შემდეგი წელი კიდევ უფრო საინტერესო და დიდი იქნება ისევ გამოფენაზე მე ერთ კითხვას დავსვო და მე ბატონო გიორგი თქვენ დაგითმობთ ასპარეს ტრადიციულად გამოფენაში ასე ვთქვათ მონაწილე ოსტატების ასე ვთქვათ როგორ ვთქვა ენთუზიაზმი და მუღამი გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა თავიანთი ნაშრომი უნდა გააცნონ აუდიტორიას, უნდა რეალიზაცია მოახდინონ, ასევე დიდი მუღამი აქვს კონკურსში, როდესაც იღებ მონაწილეობას, რა და რო თუ არის შესაძლებელი რომ მოგვიყვე, რა ნომინაციები არის და ხო, აი რაღაც ნომინაციები მაინტერესებს. ნამდვილად კარგი შეკითხვა, ამაზე მიდის მუშაობა, წელს ნომინაციები აუცილებლად იქნება. გვაქვს 10 ნომინაცია 11 ჯამში Best of Show-საც თუ ჩავთვლით, რომელიც ამ 10 გამარჯვებული ნომინაციიდან აირჩევა. ნომინაციებს ჩამოგითვლით, რაღაც რო არ შეგვეშალოს მოდი. შპარგალკა გამოვიყენოთ. მე ხშირად ვიყენებ ასე რომ. ხო. ამიტომ ნომინაციები წელს გვექნება. საუკეთესო ხელოვნების ნიმუში გვექნება, საუკეთესო ფიქსირებული დანა გვექნება, საუკეთესო დასაკეცი დანა გვექნება, საუკეთესო სანადირო დანა გვექნება, საუკეთესო ტრადიციულ სტილში დანა, საუკეთესო ხმალი გვექნება, საუკეთესო სატევარი გვექნება, საუკეთესო აღჭურვილობა გვექნება ტრადიციულ სტილში, საუკეთესო აქსესუარი გვექნება, წლის ინოვაცია გვექნება და მე-11 უკვე Best of Show აირჩევა, აი ამ ნომინაციებში გამარჯვებულიდან აირჩევა შოუ საუკეთესო და რომელი ნომინაციიდანაც გადავა საუკეთესოში იმ ნომინაციაში გულები ჩაჯდება ხო? მომდევნო ჩაჯდება. ყინვარია. კი ბატონო. ასევე გვექნება ეს ნომინაციები არის, რომლებსაც აფასებს ჟიური და ჟიური იქნება აუცილებლად კომპეტენტური მაქსიმალურად. საიდუმლოა ჟიური ხო? როგორც ვიცი. ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ჯერჯერობით ხო არის, იმიტომ რომ ხო ისეთი რამეა, ვიწრო არის ჩვენის ყველა ერთმანეთის ნაციონალური მეგობარია და ჯობია რომ ჯერ დავტოვოთ საიდუმლოდ ეს ყველაფერი, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ იქ ჟიურის ობიექტური დამოკიდებულება და ასე 100%. რაც მინდა კიდევ თქვა, ერთი ნომინაცია იქნება ასოციაცია, რომელსაც გადასცემს, ეს იქნება შეტანილი წვლილისთვის, ამას უკვე თვითონ ასოციაცია გადაწყვიტავს შოუს მიმდინარეობისას ვინ მიიღებს ამ ჯილდოს, დანარჩენი 11 ნომინაციას ჟიური გადაწყვეტს. და ასევე ერთ რამეს დავამატებდი, ესეთი კითხვა დაუსვი გიორგის მიშა, რომ შოუ რო არ იყოს, როგორ სფეროს რა მოაკლდებოდა, რა დაემატებოდა. ნუ იმის გარდა, ეხა ბევრი შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, ერთ რამეს გამოვყოფ შაშანდელ გამოფენაზე, ანუ Knife Show თბილისი 2024-ზე ჩვენ შევყიდით ქართველ ოსტატებს, ასოციაცია, საქართველოს ნაიმსწავლებლთა და კოლექციონერთა ასოციაცია დადო პირობა, რომ გამოსცემდა ქართველი ოსტატების პირველ კატალოგს. კი ბატონო, კი. რაც მინდა ვთქვა, რომ წარმატებით გამოვიდა. მოგაწოდეთ ბატონო და ძალიან მიამაყება ის, რომ შევძელით ამის გაკეთება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამაში, რაიმე ფორმით და დაგვეხმარა.
ეს არის ქართული ოსტატების პირველი კატალოგი, სადაც არის ყველა ოსტატი, ვინც გამოფენაში მონაწილეობას იღებდა, მათი ნამუშევრებია, მათი ისტორია მცირე, მოცემულია მათი საკონტაქტო ინფორმაციები, ძალიან მარტივად, ძალიან ისე გაკეთებული. მე დამიშა ვამაყობთ რომ კი, ნამდვილად ვამაყობთ და შეგაწყვეტინებ, ანუ ჩვენ ბევრჯერ ასე ვთქვათ გვისაუბრია ამ კატალოგზე, მაგრამ უშუალოდ ანუ იმ ადამიანისგან, რომელსაც აქვს, რა ვიცი, უდიდესი წვლილი მოვისმინოთ ამ კატალოგის შესახებ, მე მგონი არ გვაწყენს და ამ კატალოგზე გკითხავ რა ესეთ რაღაცას რა რომ შარშან როდესაც ეს კატალოგი გაკეთდა იმ მომენტში თავიდან მართლა ვერ ვიაზრებდი რა ჯერ ჩვენც ვერ ვიაზრებდით ამ პირობას რომ ვდებდით ვერ ვიაზრებდით ამ პირობას ვდებდით და აი ეხლა რაც დრო გადის პირადად მე რომ ეს სტუმარი რომ მოდის რა ვიცი ჩემთან სახში და რომ ვაჩვენებ რამდენ ადამიანს აქვს ეს ეფექტი რომ ის ჩვენთან კაცო საკან აი ზუსტად აი ძალიან ეგ არის აი ეგ מחარებს ყველაზე ძალიან ესეთი შეფასებები ეს არ იყო რაღაც კომერციული პროექტი ასე ვთქვათ ეს იყო დანაპირები რომელიც უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ ეხლა ყველა ქვეყანაში არის მინიმუმ ჟურნალები კატალოგები წიგნები ბროშურები სადაც ასე თუ ისე რაღაც თემატურად ტაქტიკური ხელოვნების ნიმუშები თუ აი სხვადასხვა ტიპის დანებზე შეგიძლია ნახო ინფორმაცია საქართველოში ეს არ გქონდა ხო და აი დავამატებ რომ ასევე იმით ვამაყობთ რომ ანუ თქვენ ეს კატალოგი შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ლესეში ასევე მედანის საბურთალოს ფილიალში და მე მგონი ადამიანს ვისაც დანები უყვარს აი რა ვიცი სახლში რო გექნებათ და შვილს ან შვილიშვილს რო გადასცემთ, რა ვიცი, ძალიან მაგარი რაღაცა არის ეს მომავალი. ერთ რამეს დავამატებდი, ამ კატალოგის შეძენით თქვენ ხელს შეუწყობთ მომავალი კატალოგების გამოცემას, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ არის მარტივი და ასე ვთქვათ, ხო, ნამდვილად და გვინდა რომ ჩვენ ტრადიცია გავაგრძელოთ, დიდი სურვილი გვაქვს რომ ყოველწლიურად ჩვენი გამოფენის კატალოგი გამოვცეთ, ოსტატების კატალოგი გამოვცეთ და ჩვენ გამოფენაზე 25 ოქტომბერს შეგეძლებათ ამ კატალოგის შეძენა ძალიან მცირე რაოდენობით არის დარჩენილი გასაყიდად და ვინც მოასწრებთ ყიდვას შეგიძლიათ 25-ში ბილტმორში შეიძინოთ ასევე კატალოგიც. რაღაცა კითხვა მაქვს. აბა გისმენთ. ოღონდ არ ვიცი რომ ვიკითხო თუ არ ვიკითხო. უტაქტო კითხვა არის. არა, უნდა იკითხო. აბა ეკა კომერციულად ძალიან მომგებიანია ეს ყველაფერი. ნუ შინაარს მივხვდები ჩამოწევ. ნაყოფი შევება. აი, ესე იგი, ზოგადად ვიტყვი არა მარტო კატალოგზე, ვიტყვი ასოციაციაზეც. ასოციაცია არის არაკომერციული ორგანიზაცია, ანუ ვისაც გაწევრიანების სურვილი ექნება, გამოჩნდება როგორ არის, აქ გამოჩნდება ესე და აქ გამოვაჩინოთ, გამოჩნდება აქ ასოციაციაში გაწევრიანების სურვილთათვის შტრიხ-კოდი, რომელსაც თქვენ ტელეფონის საშუალებით გადახვალთ უკვე შესავსებ ანკეტაზე. წევრი ასოციაციის წევრები, ანუ ყოველწლიური შემოწირულობა ასოციაციაში, საწევრო ბოდიში და ასევე შემოწირულობები ეს უკვე ადამიანზეა და მისი სურვილზე ეთირნებაზე. კაი რამე თქვი, გავწევრიანდები აუცილებლად. ძალიან კარგი. აი ჩვენ მივიღე სრულყოფილი პასუხი და მე განმოვწევ. არა, მოვიდივარ და ვიტყვი რასაც. თქვი რომ არაკომერციული ორგანიზაცია ვართ ჩვენ და შესაბამისად ასე ვთქვათ მომგებიან რაღაცებს ზე დიდად გათვლილი არ არის ჩვენი ასოციაცია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ის პროექტები განვახორციელოთ, რაც შემდეგ მოგცემთ შემდეგი პროექტის გაკეთების საშუალებას. ეს პროექტი რომ შესრულდა ამისთვის იმდენად არაკომერციული იყო, რომ შევხვდით ასოციაციის გამგეობა, ასე ვთქვათ, ოსტატებს და გვინდოდა რომ უბრალოდ საქმისყურში ყოფილიყვნენ, ამისთვის ჩავატარეთ კრება, ну ესეთი კრებები ხშირად ტარდება წელიწადში რამდენიმეჯერ, ოსტატების და ასოციაციის შეკრება და ასე ვთქვათ, ანგარიშის ჩაბარება წარდგენა იმ წლის ანგარიშის და როდესაც წარვადგინეთ ამ წლის ანგარიში, ცოტა გაკვირვებულები იყვნენ, ესე ძალიან ლაითად ვიტყვი ოსტატები, იმიტომ რომ ნუ ალბათ ეგონათ რომ ან რაღაცა დაფინანსებით, ან რა ვიცი, გრანტით, თუ რა ჩვენ ესეთი იმაში არ ვართ, არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდია, სრულად ჩვენი ვცდილობთ რაღაცეებს და კეთილი ადამიანები, ვინც გვეხმარებიან რაღაცა მცირედი წვლილს შემოიტანენ და ესე კოციწდება რაღაცეები და ჯამში დიდი შრომა ჭირდება ძალიან, წიგნი არც ერთს არ ქონდა, მით უმეტეს ახლა გამოცემული კატალოგია, წიგნია, რას დავარქნეთ უკვე სხვა არის, ოფიციალურად წიგნის სტატუსი აქვს აღებული ეროვნული ბიბლიოთეკიდან, მაგრამ ამის გამოცდილება არ ქონდა და ეს იყო რაღაცა ისეთი გადასალახი ამბავი, რომელიც არ იყო ნამდვილად ადვილი, მაგრამ გამოვიდა და ძალიან გვიხარია რა. მე დავამთავრებ ამ ჩემივე კითხვას.
კითხვა შეიძლება უტაქტო იყო, მაგრამ აი იმის თქმა მინდოდა მე რომ ტყუილი არ ვიხდით ხოლმე მადლობას ის მინდოდა გადმომეცა მაყურებლებისთვის რომ ვერ შეიძლება ეგონოს რომ ეს რაღაც კომერციულად გამართლებული არის და ბიჭები ფულს შეავლობენ და რაღაც რომელიც ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ ენთუზიაზმი არის და ბევრმა შეიძლება ვერ მიხვდეთ, მაგრამ ელემენტარული აი ციგნიც კი, კატალოგიც კი მცირე ნაწილი არის აი იმ შრომის, რაც ამ ყველაფერს შეიდება და ახლა ციგნზე რამხელა შრომა უნდა, მაგი ალბათ ყველა შეგვიძლია რომ გავიაზროთ რა და მაგიტო ვარ მე მადლობელი რომ აი სულ ენთუზიაზმით აი ესეთი რაღაც კეთდება რომ რაღაცა წული შევიტანოთ ამ სფეროში და თხოვნა მექნება რომ თქვა ჩვენ გასაკეთებელს ვაკეთებთ და ბადულობას არავისგან არ ველით, ბიჭები აკეთებენ მაგას და სხვა თავისი გასაკეთებელი რაც არის რომ ყველამ თავისი გასაკეთებელი გააკეთოს. მინიმუმ სხვას ხელი არ შეუშალოს, თუ თავისას მაინც არ გააკეთებს. აი ესეც უკვე დღეს რაღაცა ყველაფერში. ასევე დამამატებ რომ ეს კულტურაც იზრდება საქართველოში და კოლექციონერებმაც რომ დააფასონ, ეს დაფასება იქნება კოლექციონერების რომ მოვიდნენ გამოფენაზე, სხვაგან ესე არის რომ ემზადებიან, რომ იქ ოსტატები დააფასონ და თქვა რაღაცა პერიოდი თქვა დანებს არ ყიდულობენ ხოლმე რომ გამოფენისთვის ემზადებიან და ასევე ოსტატებშიც ხედავენ რომ განსაკუთრებულად ემზადებიან და ეს არის ყველაფერი ამის დაფასება და მოკლედ მადლობელი ვარ მე ბეკა. მადლობელი ვარ ამ სიტყვებისთვის. კი, კარგად გამოვხატე ყველაფერი. შეკითხვა. შემდეგ რიგრიგობით. ანუ რეგლამენტი არ გვაქვს ძვირფასო მაყურებელო ესე და სპონტანურად ასე ვთქვათ მიდის ჩვენი საუბარი. მოდი ეხლა მინდა როგორ იცი კითხვებს მე ჩემ თავში ესე ვყოფ ხოლმე რა ანუ ესეთი დადებითი კითხვები და ცოტა უარყოფითი შინაარსის მატარებელი კითხვები რა და მძიმე კითხვები ასე ვთქვათ და მოდი ერთი ესეთ კითხვას დავსაუბეკა რეალობა ანუ ვიცით რომ არის საკმაოდ მეძიმე კანონთან მიმართებაში კითხვა არ ეხება ახლა იურიდიულ ნაწილს მე შენი როგორც ასოციაციის პრეზიდენტის აზრი მაინტერესებს რა მიმართულებით როგორ ვფიქრობ ანუ დანების პოპულარიზაცია კავშირში არის თუ არა დანაშაულის ზრდასთან ანუ აი მაგაზე მინდა შენი აზრი კაფიოთ რო გითხრა რა თქმა უნდა რომ არ არის კავშირში ეს ანუ ეს არის ინსტრუმენტი ადამიანის ხელში და ადამიანის ხელში თუ მას ბოროტი განზრახვა აქვს რა ინსტრუმენტი იქნება მნიშვნელობა არ აქვს და საერთოდ იქნება თუ არა ინსტრუმენტი ადამიანი რომელიც დანაშაულს ჩადის იმას არც კანონი აჩერებს და არც რაღაცა შეზღუდვა ასე ვთქვათ იმიტომ რომ ის უკვე ისეთ კანონს არღვევს დანაშაულს რო ჩადის რომ დანა ყველაზე ასე ვთქვათ მაგრამ მოდი სხვა თვალითაც შევხედოთ ხო აი რაღაცნაირად შევაფასოთ ეს სიტუაცია რა ადამიანი რომელიც კოლექციონერი ავიღოთ მოდი მარტივად ან ოსტატი ან აი ამ სფეროში ჩართული ადამიანი რომელიც დანას შეისყიდის რომელიც არის თქვა საავტორო ან საკოლექციო ან ასე შემდეგ ან გამოიწერს ჩამოიტანს განაბაჟებს კი ბატონო რაღაც აი ამ თავის სერია რო აქ იმას შეავსებს ხო ის ადამიანი ამ დანით დანაშაულს არ ჩადის ამისთვის არ ყიდულობს ეს არ არის ამაზე გათვლილი ხო საერთოდ სხვა რაღაცა არის როგორც მარკას აგროვებს ადამიანი როგორც მონეტას აგროვებს ეს არის ესეთი სიყვარული ამ ნივთის მიმართ და ეს არის ადამიანის პირველი ინსტრუმენტი დანა არის ადამიანის პირველი ინსტრუმენტი რითიც ევოლუცია გაიარა ადამიანმა დანა კლანჭი არ ქონდა ეშვი არ ქონდა ობსიდიანისგან გამოთვლილი შუშის დანა, რაც შემდეგ მერე უკვე და იმ ეპოქებს რა ეპოქითაც მზადდებოდა იმ დროს დანა ან მახვილი იმ ეპოქას იმ მასალის სახელი ერქვა. ნამდვილად. აი რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა დანას ადამიანის კაცობრიობის ისტორიაში და საერთოდ კაცობრიობის განვითარებაში, ხო? აი ასე. ანუ მე ეს კითხვა დავსვე, იმიტომ რომ მინდოდა მომესმინა შენგან პასუხი, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მაგ პასუხს გამსემდი, მაგრამ მინდა რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივაწვინოთ ხმა. მე თვითონ არ მეგონა, სანამ YouTube-ს არ დავიწყებდით, მე და არ მეგონა თუ ამდენ ადამიანს ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება, რომ თითქოს ჩვენ რაღაც ცუდის პოპულარიზაციას ვაკეთებთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ანუ რასაც ვაკეთებთ, გააზრებული გვაქვს, რომ ეს არანაირი კავშირი აი რაღაც ნეგატივთან და ცუდთან ამას არ აქვს რა. ნამდვილად ასეა. მოდი პატარა დავდარდიანდი ხა რაღაცები გამახსენდა, მაგრამ ეს პატარა ჩანარც გავაკეთებ მეც რა რომ
აი ვიცი თქვათ არ არის ძალიან ჩახედული იმას რომ მარტივად აუხსნათ რამდენად ცუდი სიტუაცია არის ამ შემთხვევაში აი ესეთი მაგარი რაღაცა კეთდება და რო იცოდეთ აი ყველაფერში ვინც არის ჩართული ოსტატების უმრავლესობა კანონის წინაშე არის დამნაშავე იმიტომ რომ ფიზიკურ პირთა მიერ დამზადება სიმღერა არის კანონის აკრძალული და თავდაცვის სამინისტროს რაღაცა ნებართვები და რაღაცები წერია. ანუ ეს მარტივად რომ გაიაზროთ, რომ რამდენად აბსურდულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე და მაგის შეცვლას ვცდილობთ. ისინი კიდევ ცალკე ჩაშლა არის. სხვა კიდევ უამრავი დეტალი გამახსენე, რასაც გიორგისთან ერთად ვისაუბრეთ. კი ბატონო. ხო და მოკლედ ეგ არის. ეხლა დადებით კითხვასაც დავსვავ და მე ბატონო გიორგი თუ გნებავთ თქვენ დასვით კითხვები რა. ბექა ჯიბლაძე როგორც ასე ვთქვათ ასოციაციის პრეზიდენტი ჩემთვის ნაცნობია და საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის პირადად ბევრად უფრო საინტერესოა ბექა როგორც დანების მოყვარული და ამას ესე ხაზგასმით იმიტომ ვიძახი რომ მინდა მაყურებელმა სწორედ გამიგოს. ყველა ადამიანს ვისაც დანები უყვარს პატივისცემი თუ არა განწყობილი, მაგრამ ზოგს ასე ვთქვათ მოვუსმენ, ზოგს ალბათ არ მოусმენ. ანუ ცუდად არ ვიძახი არავის. ბექა არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლის მოსმენაც მე ძალიან სიამოვნებს და მიხარია რომ ესეთი ხალხი არსებობენ რა. მოდი ბექა გითხარი საიდან ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი კომპლიმენტია. შემოგევი. შენი როგორც კოლექციონერის და მცოდნისგან აი ესეთი გაიხარეთ. საიდან წამოვიდა ორი სიტყვით გითხარი დანებთან შენი ესეთი ურთიერთობა? ალბათ ყველა კაცში არის ეს, არ ვიცი, შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ მე ესე ვხედავ ამას და ესე ვზნობ, იარაღის დანის მიმართ სიყვარული, ოღონდ ეს არ არის რაღაცა ისევ წავალ იმისკენ, რომ ეს აგრესიული. ხო, ყველა ადამიანს სახში გვაქვს დანა, სამზარეულო დანა, თუ ასე, ნუ წავალ ისევ იქითკენ, რომ რაღაცა შენ კითხვას არ გავწევ. პირველი ისეთი აი განმაცვიფრებელი დანა, რაც რამაც აი ჩემში ესეთი მოახდინა, მომწამლა კარგი გაგებით. იყო 2001 წელს, Spider-Co იყო ესეთი კალიფსო მოდელი, რომელიც ძალიან იშვიათი იყო, მაშინ ზოგადად მაშინ ის პერიოდი იყო, რომ აი ეს საბჭოთა კავშირის დანების და რაღაცა ხო და ან ჩინეთში წარმოებული უბრენდო აი 2001 წელი ხო, რაღაცა ისეთი და ნუ რა თქმა უნდა, ეხა ამერიკაში და ევროპაში ამ დროს უკვე ბრენდები რაღაცეებს აკეთებდნენ, გამოდიოდა სერიოზული წარმოებები იყო და ასე შემდეგ საავტორო დანების მიმართ, მაგრამ ნუ ჩვენთან ესე არ იყო. ნამდვილად არ იყო. ხო და აი ამ პირველი ესეთი რაღაცა ზიარება, ესეთ high-end-საც ვერ დავართმევთ, ხო, Spider-Co არის, მაგრამ იმ მომენტში ეს იყო high-end-ი, ანუ საოცრება იყო რაღაცა თხელი, გაპრიალებული ლამაზი სატინი, ფინიში, სერეიტორით, კლიპსა დანაზე, რაღაცა ისეთი რა, აი საერთოდ ამოვარდნილი იმ ეპოქიდან, იმ დროიდან, რაც გარშემო იყო იმ წლებში და აქედან დაიწყო უკვე ჩემი ინტერესი დიდი, მანამდეც იყო, რა თქმა უნდა და ნუ ამან რაღაცა კიდე უფრო ანუ Spider-Co არის, მოკლედ ის ბრენდი, საიდანაც სტარტი მოდი ასე ვთქვათ, შეგვიძლია რომ ჩემთვის ეგრე იყო. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეგ მომენტი რა. ერთი ქვეკითხვა არის, მანდვე და მართლა გავჩუმდები გიო ბოდიში ძმაო ძალიან ისე წავაყარე რა. დანების ასე ვთქვათ სიყვარულს მე ესე უყურებ რომ ჭირდება თვითგანვითარება და როგორც ბევრი რამის მიმართ მარტო შეგროვება ანუ არ არის საკმარისი შენ როგორც დარგის მოყვარული არა მარტო დანების მოყვარული თვითონ დარგის მოყვარულიც როგორ ასე ვთქვათ ანვითარებ რა შენ თავს რა ანუ რასაკეთებ იმისთვის რომ ახალი ინფორმაცია მიიღო რა მოდი ესე კი ანუ მოგვიყევი ვარ კომუნიკაციაში პირველ რიგში რასაც ყველაზე მარტივი რაც ვთქვათ ყველასთვის შესაძლებელია და აკეთოს ეს არის თვალი მიადევნო ზოგადად სფეროს განვითარებას ინტერნეტის საშუალებით არის ძალიან საინტერესო ქართულიც და უცხოური YouTube გვერდები სადაც შეიძლება მოსმენა როგორც ოსტატების ისე კოლექციონერების და ზოგადად დანის განხილვის თუ რაღაც მსგავსი თემების და პლუს ნუ გამოფენები ასევე როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში რაც
ყოველ წელს სიახლის გამარჯვებულების ნახვა, სიახლის ნახვა, მექანიზმების ნახვა, რაღაცა ტექნოლოგიების ნახვა, ახალი ფინიშების ნახვა. მე პერიოდს გავიხსენებ, ცოტა ადრინდელ პერიოდს, როცა უკვე მოწამული ვარ ამ ამბით, უკვე ჩართული ვარ და აი ესეთი რაღაცა შემხვდა. შეიძლება ეხა სახელი არასწორად თქვა, როგორც DLC დაფარვა, ესეთი იყო NASCAR-ის მანქანები, აი ხო, კი ბატონო. ხო? არის დიდი მას გადიან ძალიან მანძილს დიდ დატვირთვაზე სიცხეში და ასე შემდეგ და გამოიყენება ნივთიერება ზუსტად არ მახსოვს სახელი ამ ნივთიერების გამახსენდება სავარაუდოდ და ვიტყვი გადაცემის განმავლობაში საუბრობდით ესე იგი კასიდიამი არის ესეთი დაფარვა რომელიც ერთ-ერთ ექსპერიმენტულ დაფარვად გამოიყენა ტონი მარფიონიმ 2010 აი სადღაც ხო ამ პერიოდში და ეს რაღაც მაშინ ყურადღებას დიდად არ ვაქცევდი ამ დაფარვას, ფინიშებს კი რა თქმა უნდა, მაგრამ DLC იყო ეს იყო მაგალითად სერაკოტი თუ რაღაც სხვა, ესე კარგად შესწავლი არ მქონდა და რას რა პლუს მინუსი ქონდა. აღმოჩნდა რომ DLC დაფარვა ეს Diamond Like Carbon არის იმდენად მყრივი დაფარვა, რომ ზოგ ფოლადზე ბევრად მტკიცია. როკველის შკალით ზოგჯერ 62-63-ზე ადის ფენა უკვე მილიმეტრიანი ფენა, ბევრად თხელი ფენა გამოიყენება დანისპირის ფერის მისაღებად, მაგრამ ეს არის ასევე დამცავი, არ არის მარტო ფერი და ასეთივე იყო კასიდიამი, რომელიც სრულად გამჭვირვალე იყო, დაჟე კარგად მუშავდებოდა და ეს დანა კონკრეტულად მე რომელზეც ვსაუბრობ, იყო დაფინიშებული, ასე ვთქვათ, სარკისებრი ფინიშით. და რო წავიკითხე რომ ეს კასიდიამი, აი საერთოდ ვერ გავიგე რა იყო. მე რეალურად მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა რომ ეს არის დაფარვა ამ ნივთიერებას გამოიყენებენ NASCAR-ის ესე იგი რალის მანქანებზე, სხვადასხვა ცვეთად დეტალებზე რომ გაუძლოს აი იმ რაღაცა ძალიან დიდ დატვირთვას. ანუ დანებიდან უსვათ მიხვედი ისეთ განვითარებაში. და ესეთი ინფორმაციები ხო მოსმენა ოსტატების ვინ საიდან დაიწყო თქვათ როგორც ახლა ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით რომ მაიკლ ვოლკერი იყო რომელმაც პირველი ლაინერ ლოკი გააკეთა თუ არ გააკეთა იმიტომ რომ მანამდეც არის რაღაცა თქვათ დაჟე 100 წლის უკან კიდე რაღაცა სიამოვნებას განიჭებს რა ეს ინფორმაცია ზუსტად ასია რა და მაგრამ თუ აი ლაინერ ლოკში არ იყო და იმ ტიპის ალბათ იყო როგორცაც ეხა აკეთებს და გააკეთა მაშინ მაგრამ ტიტანის გამოყენებაში აი ბობ ტერსული ამბობს რომ პირველი იყო რა და მეუღლე ეხმარებოდა ანოდირებაში. ანუ შეიქმნა რამხელა რაღაც ერთმა ოსტატმა გააკეთა მისი მეუღლეც ჩართული ხატვარი მეუღლე დაეხმარა რომელსაც ამ ტიტანზე დახატა და შემდეგ ანოდირება ფერები გააკეთა, გრავირება და ფერები და დღეს ტიტანი, დანა და ტიტანი აი რაღაც განუყოფელი ფოლადი და დანა ისეა ამის დანა და ტიტანი. მინიმუმ ჩამკეტი არის ტიტანისგან დამზადებული უკვე ყველა დანაში. და ძალიან ცოტამ შეიძლება იცოდეს რომ სულ რაღაც 25 წლის წინ ხო ეს იყო რაღაცა საოცარი. კი ბატონო, ზუსტად ასია რა. ასეთი რაღაცები გვაძლევს უკვე მე რაღაცა განვითარ მეტ ინტერესაშეს ეს ხა თუ მოგწონს ეს სფერო უკვე გაინტერესებს და იწავლები ასე. კიო დიდი დრო მე თემას ცოტას გადავუხო. აბა ესეთი კითხვა მაქვს. ჩემი საშუალებები ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ პოპულარიზაცია გავუწიო და ბავშვებში რომ თქვა ბავშვობიდანვე იყოს აი ეს კულტურა დანების სიყვარულს და ყველაფრისა და მაგურებელს შეიძლება გაუშვეს კითხვა და გამოფენაზე ბავშვები რამე შეზღუდვა გვაქვს ასაკი ის როგორ არის რომ თქვა მოდი ვთქვათ ზუსტად როგორ არის ბავშვს და ზოგადად არასრულწლოვანს გამოფენაზე დანის შეძენა არ შეუულია და ზოგადად ეს კანონია და არასრულწლოვნის ხელში დანა უკანონოდ არ უნდა მოხდეს ასე ვთქვათ თუ მას მშობელთან ერთად მშობელი ასე შემდეგ და უხსნის უსაფრთხოებას ასწავლის და ასე შემდეგ სხვა მაგრამ გაყიდვა არასრულწლოვანზე არ შეიძლება არც კანონით და არც მორალით და რაღაც სხვა წესით მაგრამ ბავშვები რა თქმა უნდა მოდიან ათვალიერებენ კითხვებს სვავენ ნახულობენ მშობლებთან ერთად ოჯახთან ერთად და მარტოც თუ მოდიან ანუ იქ იმისთვის მოდიან რომ დაათვალიერონ ნახონ შეისწავლონ და ყოველთვის იქ არის იმის საშუალება რომ ყურადღება მიექცეს გადიდებული თვალებით არის რა თქმა უნდა ძალიან და იცით რა მე მგონია რომ ზოგადად რაც მცირე ასაკში შევძლებთ რომ ვასწავლოთ უსაფრთხოება ბავშვებს ხო მით უფრო გარანტია გვექნება იმის რომ რაღაცა შეცდომას არ დაუშვებენ და რაღაცა სწორედ დაინახავენ ყველაფერს ეს იქნება დანაზე ეს იქნება იარაღზე თუ აშენ ანუ
რაღაცის დამალვა არ არის ეს ცუდია და გაწევა ყოველთვის იწვევს რაღაცა უფრო მეტ ინტერესს. როდესაც მე მშობელი სადღაც არის რაღაცა ყურადღება მოდუნებული აქვს, შეიძლება აიღოს, შეიძლება ხელი გაშება რაღაცა. შეიძლება სახლიდან გაიტანოს და ასე შემდეგ და ნუ აი ეგეთი რაღაც ხდება რომ სხვას ან იმიტომ რომ ეს აკრძალულია და აი სხვას ანახოს რომ ნახე მე რა მაგარი ვარ, აი აკრძალული რაღაცა მაქვს. გიო შენ ბილეთთან დაკავშირებით გაეთით და ისედაც რა მინდოდა რომ გარკვეული ყოფილიყო და ანუ ვეპატიჟებით ყველას ბავშვებით. რა თქმა უნდა, თუ ესეთი სურვილი არის, ბატონო. აუცილებლად. არის. კიდე რომ მაინტერესებს, ერთ პატარა ჩანარს გავაკეთებ კიდე მაგაზე, მაინც ჩემებურად გადავუხო ხო ჩავხლარ თავად. კი ბატონო, გიო. დანის მიყიდვა არ არის აკრძალული, ცივი არაღის მიყიდვა აკრძალული არასრულწლოვნებზე და ცივი არაღი კაცშვილმა არც ის რა არის. ანუ მაგაში წინააღმდეგობაში ვარ მე მაკანონთან რა, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა არის ცივი არაღი და რა უნდა მივყიდო და რა არ უნდა მივყიდო. თუმცა ამას არ ჩავუყროდები ახლა. ცივი არაღის განმარტება ზოგადად არის კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ცივი არაღი და შემიზგან მივყიდო. თუმცა მაგას მე სხვა ვიდეოში ჩავუყრა. სწორი ხარ, დანის აი აღარ გავაგზავნებ ეს იურიდიული თემა. ყველასთვის, არა მარტო შენთვის, ანუ ამ სფეროში ვინც არის ყველასთვის არის მნიშვნელოვანი რომ იყოს რაღაცეები ცხადი, მარტივი, გასაგები, რომ ვიცოდეთ მე ამას რომ ვაკეთებ. ხო სწორედ ვაკ, ხო აი რაღაცა ელემენტარული არის რომ იყოს გასაგებად კანონი დაწერილი ისე რომ მე წავიკითხავ, შენ წაიკითხავ, სხვა წაიკითხავს, რაც არ უნდა მოგვინდეს სხვანაირი ინტერპრეტაცია ამას ვერ მივცეთ. ეხლა კითხვა მაქვს მე პირადად რაც მაინტერესებს. ერთი მე რისთვისაც ვემზადები და საინტერესო იქნება, ალბათ იქნება ის რომ ლესვის მასტერკლასზე ვმუშაობ და რომ გავაკეთოთ. გამოფენაზე იქნება რაღაც 1 საათიან მონაკვეთს გამოვყოფ და ლესვის მასტერკლასი იქნება, ასე რომ შეგიძლიათ გვესტუმროთ. ой, არ ვიცოდი. არ ვიცოდი. არა, პირველად ბანერს გამოვაკრავ საათი ზუსტად გადაგავ შეთანხმებული, თუმცა ნუ რაღაცა კონკრეტული 1 საათი იქ დავდგები რა და დანასაც გავლესავ და ყველანაირ კითხვასაც უპასუხებ. სხვა კიდევ რაღაც მსგავსი აქტივობები თუ იქნება, ისე მეც მაინტერესებს, თქვა რამე გვაქვს. სხვა გამოფენებზე შემხოდრია რომ ზოგი ოფსიდიანის დანას აკეთებს ხოლმე ზოგი რაღაცა. კი, არის ესეთი რაღაცები გამოფენებზე ხშირად. ჩვენ შემთხვევაში იმდენად დატვირთულია ეგრეთ წოდებული აჯენდა, დღის გრაფიკი, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ჟიური, დაჯილდოვება, ოსტატების ნომინაციების გამოცხადება, გადაცემა და პლუს გათამაშება და ეს ჩვენი დანის ლესვის მასტერკლასი უკვე ერთ დღეში ან კიდე დამატებით რაღაცა რო იყოს, ანუ დასათვალიერებელია დაახლოებით 60 მაგი და წარმოიდგინე, რასაც ნუ დიდი დრო უნდა, ენერგია უნდა, ეს რაღაცა ის არ არის, ხო? ვის ნამყოფია გამოფენაზე, ერთ წესო დაარტყავ, უკვე მაგარი დაღალი ისეთ რაღაცა გჭირდება, რომ ცოტა თავი მოსასვენებელი სივრცეც არის ხოლმე, მოსასვენებელი სივრცე არის. და ყოველთვის გვაქვს ისეთი სიახლეები, რაც ახალ энергიას აძლევს, ახალისებს სიტუაციას და რაღაცა ის ტემპი არ ვარდება რა. არ მოგბეზდება იქ ზუსტად. ეთილი, მაშინ ვიტყვი რომ მოკლედ გელოდებით ჩემს მაგიდასთან ბანერი იქნება გამოყოლი, რომელსაც ვიქნები კონკრეტულად ყველა დაინახავს და უამრავი ადამიანი მისმავს ხოლმე კითხვას თუ როგორ შეიძლება გაილესოს ეს არის და ეს არის და ნუ პასუხს ვერ ავწევ ხოლმე ინტერნეტის საშუალებას, მაგრამ ეგ იქნება საშუალება რომ თქვათ იქ იმ ადგილას ყველას გაგცეთ პასუხს და ყველას განახებთ როგორ ილესება და ასე რომ გელოდები კიდევ ძალიან კარგი ამბავი არის ეგ. კი ბატონო. ასევე ერთ რამეს დავამატებ, რომ ყველა ბილეთი გამოფენაზე დასასწრები ყველა ბილეთი არის მომგებიანი. ყველა ბილეთს აქვს უნიკალური ნომერი, ონლაინ შეძენილ ბილეთებს ადგილზე გადასცემენ მოსულ სტუმრებს და შესაბამისად მათ ექნებათ თავიანთი უნიკალური ნომერი და ამ უნიკალური ნომრით შეძლებენ რომ შემოაგდონ. უნიკალური ნომრით შეძლებენ რომ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა. სხვადასხვა ჯილდოები იქნება, სხვადასხვა პრიზები იქნება, ერთ-ერთი არის. ავდგები ახლა მე გავალ. ერთ-ერთი გავალ ახლა. ცრემლმორეული ამერიკული წარმოებიდან ამოღებული არის ჰოგის და ზიგზაუერის კოლაბორაცია, აი ესეთი ლამაზი დანა, ესეთი მაგარი დანა, ყველა კოლექციას რომ დაამშვენებს, ყველა კოლექციას რომ მოუხდება. ეს დანა იქნება ვიღაცას მაგრად გაახარეს. ანუ რავი, ეხა ეს დანა თუ არ გაგიხარ და იქ არ მოხვიდე მაშინ. ნამდვილად ასეა და ასეთი კიდევ იქნება სხვადასხვა და ამის შესახებ ჩვენ Facebook გვერდზე წაიკითხავთ. თუ რა დანები გათამაშდება და ზოგადად გათამაშებაში რა ჯილდოები და პრიზები. ეს ასოციაციის სახელით იქნება? ეს არის კომპანიის სახელით, Knife Gallery-ის სახელით არის, ვინც ამას გაათამაშებს, ლესე გაათამაშებს, მედანი გაათამაშებს. შეთანხმებული არა ვარ ჯერ, მაგრამ ესეთი ორიგინალური შეიძლება არ იყოს, მართლა გულით ვიძახი, ნუ ჩვენ ბანალურად ან სპაიდერმენი კარგ კი რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეს რაღაც ძალიან ორიგინალური არის და მეც მიხეილი იგივე. ეხა მეც, ანუ იცი რა არის, მე წავედი რა მოღამში გეტყვი რა, შეიძლება მართ არის ხარ ესეთი წარმოებიდან ამოღებული რაღაც, მაგრამ
ერთმა იდეამ დამარცხა და მე მგონი შეუძლია აიდანაც გავათამაშებ მედანის სახელიდან ვიძახი. ყოველ შემთხვევაში საინტერესო დანები იქნება გათამაშებაში და ნებისმიერ თქვენგანი შეიძლება იყოს გახდეს გამარჯვებული და ჩემი ჯერი არის კითხვის. ძალიან მიხარია რომ ეს იმ ტრადიციაში გამოფენის ეს ტრადიციაც დავაკვირდეთ გათამაშების, იმიტომ რომ ეხა ყოველთვის არა აქვს ადამიანებს საშუალება ზოგ რაღაცა ისე ხდება, ასე ხდება და ჩვენ შანსს ვაძლევთ ყველას რომ იქიდან გახარებული წავიდეს რა. მახსოვს მე ხო რა როგორ ხა არელოდა როგორ გაუხარდა მახსოვს რა. ზუსტად. აი ძალიან მაგარი ემოცია ნამდვილად და მიხარია რომ კარგი ადამიანების, კარგი კომპანიების დახმარებით შეგვიძლია ხალხი გავახალისოთ, კარგი საჩუქრები გადავცეთ და იქიდან კმაყოფილი გაუშვათ. კარგით ბატონო. ნუ მომნატრებია რო თქვი ახლა ემოციები მომეძალა რომ უცებ ძალიან მაგარი და ლამაზი დღე იქნება და ძალიან ემოციები დატვირთული ძალიან დაღლილები ვიქნები დღის ბოლოს ყველანი მაგრამ ველოდებით მოუთმელად გავიდეთ ფინიშისკენ ნენელა გამოფენის თემა არა გამოფენის თემა გავიდეთ არა ერთ კითხვას დავსვა და გავიდეთ კი ბატონო წინა გამოფენაზე ჩემთვის იცი რა იყო ახალი შეიძლება მივანავ არ მიმიქცევია ყურადღება წინა გამოფენაზე შემოჩნია რომ რაღაც აქსესუარები იყო მომატებული ასე ვთქვათ რა და მაქვს ერთი ესეთი კითხვა ამ შემთხვევაში რომ იცი რა არის აი შენც ვიცი რომ გიყვარს ეს დანის აქსესუარები და რას ფიქრობ ანუ აქსესუარების გაკეთება იდეაში დანასთან შედარებით ხო ცოტა უფრო იოლია რა მოდი ბანალურად რო ვისაუბროთ მე ანუ ეს მარტივად შეგვიძლია ვთქვათ რომ კი გააჩნია არის ახლა რთული აქსესუარებიც არიან და მარტივი დამი მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ უფრო იოლია როგორ ფიქრობ ანუ ბექა პირობითად რა ანუ ჯერჯერობით ხო არის აი რაღაცა ის ნიშა თავისუფალი ასე ვთქვათ და ანუ იმ ხალხს ვისაც ვთქვათ მხატვრობა ეხერხება რაღაცა ეხერხება ანუ რაღაცა ჩემი აზრით თუ მოკიდებთ ხელს ხო აი რა ვიცი რა ანუ დიდი სფეროა საკმაოდ და დიდი სფეროაც არის თავისუფალი ნიშა ასე ვთქვათ რომლის ათვისებაც უნდა მოხდეს ნუ არის რა თქმა უნდა ეხლა ჩინური წარმოებების ამერიკული წარმოებების ევროპული წარმოებების რაღაცა აქსესუარები მაგრამ ქართული წარმოებების ბევრი არ გვაქვს ხელნაკეთი მით უმეტეს სერიულიც არ გვაქვს არც ხელნაკეთი გვაქვს ასე თუ ისე მე 1-2 ადამიანი ვიცი თემოს ტიტანზე რომ მუშაობს ოქსიდაიზერ custom-ს ვიცი ესე ქართველი ვინც მახსენდება ასევე ჩვენი კატალოგის ჯანჯღავა ოქროკაცი ძალიან ლამაზ და საინტერესო ნივთებს აკეთებს ველოდები მაგბიჩ ძალიან ჩვენი გამგეობის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი გოგოლაშვილი კომპანია რამერუმი აკეთებს ძალიან საინტერესო აქსესუარებს ძვლისგან, რქისგან, ტყავისგან და ასე შემდეგ და ნუ ეს სფერო გასავითარებელია წინ მიდის და ფეხს ეხა იდგავს ეს თემატიკა ასე ვთქვათ რა აქ ჯერ არ იყენებენ ისე მასიურად ტიტანს, ძვირფას, ნახევრად ძვირფას ლითონებს ასე თუ ისე და ნუ ძალიან ბევრი რამე ეხა ესეთი ინფორმაცია მაქვს ცოტა ხნის წინ გავიგე ალბათ წინა კვირას გავიგე მე მგონი რომ მოკლედ ერთი ადამიანი აპირებს მონეტების გაკეთებას Hobo coins ეგრეთ წოდებული რა მაგარია ანუ უშუალოდ მე არ ვიცნობ იმ ადამიანს მაგრამ მალე გავიცნობ და რავი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ წრეში მოხდება და ხო რა ანუ ეს მოვყევი მაგის გამო რა ანუ იდეაში გონია რომ ანუ იმ ხალხს ვისაც საიუველერო საქმე აქ შეხება რაღაც ანუ ბევრი საინტერესო თემა შეგვიძლია რომ ეს რაც შენ ახლა აღნიშნე მონეტების გაკეთება ორი სიტყვით ვიტყვი რა არის ეს არის სტანდარტული მონეტები მოჭრილი რაღაც კონკრეტული ქვეყნის რაღაც ეროვნული ბანკის მიერ ჩვეულებრივი სტანდარტული მონეტა რომელზეც უკვე მხატვარი თავისი ინიციატივით, თავისი ინტერპრეტაციით ცვლის ნახატს, ან ავერსზე, ან რევერსზე და მე მაქვს ისეთი საინტერესო ნამუშევრები ნანახი, რომლებიც დაჟე მექანიზმით დატვირთული, რომ ფანჯარა რო იხსნება, საოცრებები შეიძლება რომ გაკეთდეს. ხმალი რო იდება შიგნით გრაალის და იქ რაღაც იხსნება და ნუ აი ძალიან რთული ძალიან რთული და ძალიან ესე იგი მინიატურზე კიდე უფრო საათის მექანიზმის დონეზეა ზუსტად ეს არის იუველირული სიზუსტით გაკეთება და ულამაზესი არის მარტივი ნამუშევრებით შედარებით მაგრამ არის ძალიან საინტერესო თემა და ძალიან გამიხარდა თუ ესეთი გამოჩნდება იქიდან მგონია რომ რაღაც ჩვენთან აღმოჩნდება ყველა ვარიანტი სიამოვნებით გამოფენაზეც გამოვიდოდი გამოვიყვანდი მე ესეთ ოსტატს და რა ვიცი ძალიან საინტერესოა
ესე იგი, მეგობრებო, ანუ ჩვენი ასე ვთქვათ ბექასთან ურთიერთობა ორ სერიანი გამოდის და შესაბამისად მალე გვინდა რომ გადავიდეთ კიდე მეორე სერიაზე. კი, რაც შემა მალე გვინდა რომ მეორე სერიაზე გადავიდეთ და მოკლედ პირველი სერიის შემაჯამებელ სიტყვად ასე ვთქვათ გავიმეოროთ დეტალურად გამოფენა როდის სტარტდება და მოვიწვიოთ ხალხი. 25 ოქტომბერს სასტუმრო ბილტმორში რუსთაველის 29 ნომერში გელოდებით დანის მოყვარულებს, ამ სფეროს მოყვარულებს, გულშემატკივრებს, ენთუზიასტებს, კოლექციონერებს, ყველას ერთად, ოჯახებით, შვილებით, მეუღლეებთან ერთად, იმიტომ რომ იქნება ძალიან საინტერესო დღე, ყველასთვის საინტერესო ნივთები იქნება, საინტერესო ადამიანებს გაიცნობ, საინტერესო ნამუშევრებს ნახავთ. გათამაშებებში მონაწილეობა საშუალება მოგეცემათ რომ პირველი ქართული კატალოგი შეიძინოთ ოსტატების და საფყიდულობთ ბილეთებს ყიდულობთ აქ შტრიხ-კოდს ჩაგიგდებიო და გამოჩნდება აქ ტიკეტჯიზე ვყიდულობთ ბილეთებს ასევე კარზეც იქნება შესაძლებელი ბილეთების ყიდვა კიდევ და ასევე რომელ საათზე იღება კარი რო 12 საათზე გაიღება კარები და რომელზე დაიკეტება? ხო, 12-ზე. და ჩემი რჩევა არის, მეგობრებო, რომ დროულად მოდით, იმიტომ რომ ძალიან ისე მახსოვს გვიან მოსული ადამიანების ცოტა იმედგაცრუება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გაყიდული დახვდათ, ასე შემდეგ. ამიტომ როდესაც ერთდღიანია მოდით დროულად. დროულ მოსვლას შეხა წარმოვიდგინე რიგი როა ხოლმე საზღვარგარეთ, რიგი რო დავინახო ახლა იქ მაგარი ბედნიერი ვიქნები, რომ ხალხი ელოდება კარის გასვლას. 24 წლის გამოფენა რო ჩატარდა, ნუ ართან იყო რიგი. ახლოს აი ახლა iPhone-ის მაღაზიების რიგები რო ამერიკაში თორე ეგეთი არა, მაგრამ და Play Show-ში, მაგრამ საკმაოდ ისეთი შტამბეშტავი ის იყო მართვა სწორედ პარაგრაფში ძახი თუ ბილტმორში. პარაგრაფშიც იყო. კი. და ძალიან სასიხარულოა ის კი არა რომ რიგი დგას, ის რომ ბევრი ხალხია მოსული, ის რომ დაინტერესებაა დიდი და ეს კულტურა უკვე ნელ-ნელა ჩვენში ისეა რომ ეს რაღაცა აი ვაიმე დანა და ეს ცუდი ეგრე არ არის და მოვდივართ ნახულობთ ისეთ ნამუშევრებს, ეხლა წელს ჩვენ გვექნება ისეთი ნამუშევრების ნახვის საშუალება რომლებიც ისეთი ოსტატები ჩამოვიდნენ, რომლებიც არ ჩავიდნენ პარიზში, აღარ ჩადიან პარიზში, ასე ვთქვათ, აღარ ჩადიან რაღაც. არ მინდა რომელიმე გამოფენაზე, ანუ ის კი არა, უბრალოდ იქ ბევრჯერ იყვნენ და ხო, და სიახლე თვითონაც უნდა, კი ბატონო. თვითონაც უნდა, თორე და ის ჩამოდიან საქართველოში, რაც აი ძალიან ბევრს ნიშნავს, რა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ასოციაციისთვის, ქალაქისთვის, ყველასთვის, ანუ ამ სფეროს მოყვარულისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ამდენი ოსტატის ნამუშევრების ნახვა ერთდროულად არის შესაძლებელი. ხელით შეხება შეძენა, იმიტომ რომ როგ ზოგადად გინ ქართველი ოსტატი ავიღოთ, გინ უცხოელი ოსტატი ავიღოთ, ხო? ძალიან ესე ფუფუნება იმისი არავის არ აქვს, რომ ბევრი ნამუშევრები მზარდდეს და არჩიო და შენი ხელში დაიჭირო, ხდება შეკვეთით, წინასწარ რიგში ჩაწერა, ასე შემდეგ, ასე ამ დღეს გეძლევა საშუალება, რომ აი ის ყველაფერი ერთდროულად ნახოთ, შეიგნოთ, ხელში ნახოთ, დაიჭიროთ, მოირგოთ და შეიძინოთ. ოსტატი გაიცნოთ და შეკვეთის მიცემა თუ ასაჭირო, ისეც გააკეთოთ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენო გამომწერებო, გელოდებით ყველას. კიდე ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ანუ მედანის Facebook გვერდზე თამაშდება 3 მოსაწვევი და შეგიძლიათ მიიღოთ იქაც მონაწილეობა და კიდე 3 გათამაშდება ლესეს. ხო, აი სიახლეებს მეც ვიგებ. ლესეზე გათამაშდება და მოკლედ შევიკრიბოთ და კაი დრო გავატაროთ. არ გაუშვათ შანსი ხელიდან, მე პირადად ვიცი უცხოელი ხალხი, რომელიც საზღვარგარეთთან არა ქართველი, საზღვარგარეთთან გაიგეს ეს გამოფენა და ჩამოვიდნენ ამდენ. ძალიან სასიხარულოა. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ მივახციოთ იმას, რომ საზღვარგარეთიდან ისეთი რაოდენობა ხალხი ჩამოვიდეს, რომ ეს დღე იქცეს აი რაღაცა ტურისტულ დღეთაც. როგორც დღესასწაულია ჩვენთვის, ქართველი მედანეებისთვის თუ კოლექციონერებისთვის თუ მოყვარულებისთვის, ისე უცხოელებისთვის. აქამდე უკვე მივდივართ, ახლოს ვართ და აი არის უკვე პირველი ნაწილი დასრულებულად გამომიცხადები, ამიტომ რომ ვერ ვითმენ მეორე ნაწილს და აბა მომავალ ვიდეოებამდე მეგობრებო. ერეკურ